ხო გახსოვთ ამ მანქანის ვიდეოში რომ ამბობდი უნდა ჩამოვიდეს მახავს მანქანა, დიდი მანქანა თქო. ხო და მოიცადეთ წავიღო აქედან. ხო და აი წინაც წარმოვამზადე რომ კიდე წელი არ მოვინგრიო. Unboxing-ის დროა. სიმაღინჯე ჩამოვიდა. გეგმა ასეთი იყო რომ ამ მანქანაზე ცალკე უნდა გადამიღო ვიდეო, მაგრამ გადავწყვიტე რომ განსაკუთრებულს ამისგან რაღაცა ისეც ვერაფერს ვერ ვიზამდით, პირდაპირ გავაკეთოთ შედარება. პირველი რადიო, რა თქმა უნდა, იგივე ჩამოუვიდა და ბარემ წინასწარ გეტყვით რომ ელექტროობა აბსოლუტურად იგივე აქვს, ანალოგიურად ხიდები მუდამ დაბლოკილია და ორ სიჩქარიანი კოლოფი აქვს. რა თქმა უნდა, ელემენტები ისევ არ დაენანა აქსიალს, რაღაცა სტიკერი, ლამაზ სტიკერია სადაც დავაკრათ მერე. ციგნი რომელიც ნაკლებად გვაინტერესებს და სტიკერები. ო, აქ საინტერესო სტიკერები არის. პირველი რაც უნდა თქვა, ეს არის ვიზუალი და სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს ვიზუალურად. აი პლასტიკ ბოდის ხო ბევრი დამაინც არაფასებს, მაგრამ მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აი ეს პატარა პლასტმასის დეტალები კი არის სტიკერებიც, მაგრამ აი ნახეთ, აი ცხაურა, აქაც, აი აქაც ნახეთ, შიგნით არის, ძალიან ლამაზად არის. ეს სტიკერია, არ გეგონოთ რომ აი აქ ნახეთ, აი აქ რაღაცა ხრუსტალივით არის ჩასმული, აქ უფრო მომწონს, რა თქმა უნდა, რომ მომდევნო მოდელი არის და პატარა დეტალები, ეგეთი ნიუანსები არის იქ დახვეწილი. მაგრამ რავი, ძალიან კაი ტიპია და იცით რა არის, ამასთან შედარებით იმის და მიუხედავად რომ ერთი და იგივე შასია, ორივე 1.6 ზომა არის, ცოტა უფრო დიდად გამოიყურება ალბათ ამ ტანის ვიზუალის გამო. აქეთ რომ სალონი არის, მე ვიცოდი რამაც ქონდა სალონი და ამას არ, მაგრამ აქაც ყოფილა სალონი და ძალიანაც კარგი და ერთი მომენტი რაც არის საბურავები. მოდი ახლოს. აი, საბურავები არის ოდნავ სხვანაირი და რავი, პრაქტიკაში ჯერჯერობით ის ვნახე და დიდად არ გავოცდი, თუმცა რავი, დასაწყებად წავარა. ავხადოთ, ჩავიხედოთ შიგნით. სულ მცირედი სხვაობა და მართლა რას თავარია. ნახეთ, ამასაც ხო ზუსტად ესე არის, აი აქ ეხსნება ერთი და აქ ეხსნება მეორე. და მე დაბლა აქვს პირდაპირ პეტლი და იხსნება, ხო? აი აქ ცოტა საწვალებელია და ნახეთ, აქაც ანალოგიურად ხსნი, რომელიც ძალიან რთულად გამოდის და აქაც ძალიან რთულად გამოდის. აჰა, და პირდაპირ ხსნით. აი. ო კარგი. ესე იგი, პირველი როგორც უკვე გითხარით, ელექტროობა აბსოლუტურად ერთი და იგივე არის, აქაც იქ თავიდან არაფერს არ აღვხსნი და ერთი ნახეთ, ამაში, ამ მოდელში, ორი ცალი ელემენტი ჯდება აქ და აი აქ მესამე შეგიძლიათ დადოთ რა, ანუ სადღაც რომ მიდიხარ და რაღაცა გრძელვადიანი გასვლა რო გაქვს კი, რა თქმა უნდა, რომ თვითონ ატარებს ამ ელემენტებს და მოკლედ ბევრად დიდი კომფორტია. ესე იგი, ეხლა მინდა დავაფარო და აი უკვე ერთი ის რომ აი ეს კლიფსების ახლა ძალიან დისკომფორტია და მეორე დისკომფორტი. მიწევს რომ იდაყვით დავიჭირო და აი ეს განათებები ჩავრთო აი ესე ძლივ-ძლივობით. მაგრამ მოდი ახლა დავახუროთ. A few moments later. მოკლედ, ტვინის ბურღვა. არ მომწონს, ანუ აი რაღაცა სიმარტივი არ გაქვს, აქ რო ჰოპ უცებ რო ახადე და დააფარე, აქ ეგრე არ არის და სწავლა მიწევს რომ რაღაცა დავუმიზნო ამ რაღაცა 4 იმის კლიფსის გასარჭობს ცალკე და კიდე ეს რაღაცა ტვინი მოიცადე. Tomorrow. ხორღადო. რა არის ბიჭო მართლა? გადახება კი არა მართლა ვერ ვაფარე. 3 days later. ბიჭო წინა გაასწორე შენ. აი აქეთ ამოხდა. Вообще скотчит того. 2000 years later. ბიჭო იტოქში შენ წინა მხარე გაასწორე, შენ აქეთა მე უკანა და შენ მარჯვენა ბა. მართლა რაღაცნაირი მართლა ჩავსვათ ერთ წამით აბა. აი ოპა ჩაჯდა. Шештянчиктан тумი. გილოცავთ. ბრავო. ჩვენ ეს შევძელით. არ ხმოიწერეთ. ესე იგი, აგიხსნათ ახლა როგორ მუშაობს ეს რადიო. პირველი, ეს არის მომხოვის რევერსერი. მაგალითად, მარჯვნივ რომ მოუხო, მარჯვნივ უხევს, არის ზოგიერთი სერო უკუღმა მუშაობს და მაგისთვის გჭირდება ხოლმე გადართვა. ნუ ამ შემთხვევაში ყველაფერი სტანდარტული გვაქვს. ეს არის ტროტილის რევერსერი, ანუ იგივე ამბავია, თუ რომელიღაც ძრავი უკუღმა მუშაობს, ესეც შეგიძლია არეგულირო. აი ეს კი არის, ასე ვთქვათ, შეგიძლია 50%-იანი დატვირთვით ამუშაო, 75%-იანით და 100%-იანით.
ნუ ასევე არის მაგ ყველაფრის რეგულატორები. ო, არაფერი, უბრალოდ თუნ წახვიდე და ატარო ახლა რა. კაი, პირველი შედარება. ხო გვახსოვს ამის ნათება, რაღაც პროჟექტორები რო უყენია. ნახოთ ეს რა სიზამს. ესე იგი მის შემდეგ მორბედთან შედარებით ამის განათება არის 0. როგორც გახსოვთ, ჩვენს ტესტზე ეს მანქანა ავიდა 54 გრადუსზე. ეხლა იგივე მე მგონი 54 გავამზადე სწორად, არა 53-ია და 54. მოდი პირდაპირ მაგით დავიწყოთ, ნახოთ რა სიზამს. წავიდა. უპრობლემოდ. ნუ მართალი აქ ცალიფეხი აწეული აქვს, მაგრამ ეგ არ აუშავს. აბა, ჩამოსვლა ის რო კარგად ჩამოდის და უკანა მხარეს არ ურტყავს, ნახოთ ეს. აი, აქ უკვე 1-0 ამ წითლის სასარგებლოდ. ეხლა ნახოთ 55 გრადუსი. ეს ბატონი ვერ ავიდა. წავიდა. აქ არ უნდა ვიჩქაროთ. იგივე შეება. მოდი მაინც გავტესტოთ ძალიან ნელა. ვაუ! ნუ ფაქტიურად ესეც ბოლომდე ალბათ ვერავა, თუ არ მჯერა ავიდა ხალხო. რატომღაც მისი ტანიდან გამომდინარე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ ავიდოდა. ეს თავიდან ხო არ გავტესტოთ. კაი, შევამოწმოთ ახლა წინაზე რამე სხვანაირი 55 გრადუსი ხო არ მომივიდა, იმიტომ რომ ამისგან უფრო მეცველოდი. ადის. რაღაცა მე მგონი სხვანაირი 55 გრადუსი იყო, ხო წინაზე? მაგრამ მე ლაიფჰაკი ვქარ. უკანა დისპოზი და ეგ ჩემს ამას გრაბ. მოკლედ მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენს ზუმფარ ტესტში ეს ჯობია რა. ანგარიში გვაქვს 1-1 ამ ტესტზე აჯობა ამან და იმას ჩამოსვლაზე ის უკანა მხრის არ დარტყმაში აჯობა ამან. ეხლა შევამოწმოთ კლირენსი, რომელი მანქანა უფრო კარგად გაშლის საბურავს და ამ ჩვენი ტესტის იდეა არის ის, რომ ამ ეს რაც უფრო მაღლა ავა და უკანა საბურავი არ აიწევა, მით უფრო კარგი კლირენსი ექნება ესე იგი მანქანას. მაგრამ ამის ძალიან მომწონს ნახოთ ის რა სიზამს. იმედია ჩვენს ამას აღარ ყოფნის. რაღაც სხვა უნდა ვიპოვო, ერთსოთი სხვას ვიპოვი. იმედია ეს ეყოფა. კაი, ვაგრძელებთ. აბა არ გაგვექცეს კი არა და მე მგონი აი ცოტას და წამოწევს უკანას 18. შვენიერია. ძალიან კარგია, მოდი ეხლა ნახოთ რუბიკონი. აბა, დავიწყოთ რუბიკონი. ნახოთ, აუ ამის მძიმედ ადის, იმაშკარად ცხვირი მძიმე აქვს და იმიტომაც აჯობა ჩვენს ზუმფარ გრადუს ტესტზე. არა, ესეც კარგად იჩაჩხება. ცოტას და უკანა საწევს. აჰა, წამოწია მგონი, ხო ეგრეა. აბა რამდენია? ნუ პრინციპში თითქმის ერთი და იგივეა რა. ხო. რაღაცა 9 სანტიმეტრით თუ რაღაცა აჯობა იმან, ნუ ეს დიდი არაფერი. რაც შეგვეძლო რომ აქ გაგვეტესტა, იყო კომფორტი, განათება, გრადუს ტესტი და ჩამოსვლა. ესე იგი, რაც შეეხება კომფორტს, აი მაგალითად ავიღოთ ერთ-ერთი ნაწილი გარდა იმისა, რომ კლიპსებმა აქეთ დამტანჯა და წეღან მთელი ამბავი იყო. ნახეთ, აი ეს აქვს ძალიან კომფორტული მომენტი. აქაც არის ხელის მოსაკიდი, მაგრამ ნუ ხელს გიჭრის და ასე ვთქვათ, კომფორტში ჰონჩო. რა ლამაზი კალიგრაფია მაქვს. მერე, შემდეგი, ნუ ამის განათება ფაქტიურად განათება არ არის და აქაც მოკლედ იგივე გრადუს ტესტი. ნუ ამაში გაიმარჯვა რუბიკონმა და ჩამოსვლაში, იმიტომ რომ აქ უკან მოჭრილი აქვს და არ ჩამოარტყა, აი ამან კიდე ეს ნაწილი ჩამოარტყა. ასე რომ ისე ჰონჩო. და ბოლოს მე დამავიწყდა ვიზუალი. ესე იგი, ვიზუალის ამბავს, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მე მომწონს ზოგადად ესეთი სტილის მანქანები, უფრო რაღაცა ხაფანგი ტიპები, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაცნაირად არ ვიცი დეტალიზაციის გამო თუ რაღაცა მე აქეთ ვიხრები, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს ცოტა ინდივიდუალურია და მოკლედ 50-50-ზე ამას ავთვლით.
წამოვედით. მე მგონი წოდორეთში ვართ, თუ არ მატყუებენ, მე მგონი მანდ ვართ და ქურთუკი არ მაქვს, ვიყინები. უნდა გავტესტოთ თოლში, საერთოდ ვიდეო არ გადამიღია და ბარემ წამოვიყვანეთ ქროსარსიც. რომ რეალურად შევადაროთ. რეალურად შევადაროთ 1-6-თან გაკაჩავს თუ არა. ხედავ. მოიცა ბიჭო, მოიცა. ხო და თქვენ კიდე იმას გენით, არხი გამოიწერეთ. იქ ზარზღილაკიც არ გააქტიურეთ და ლაიქის დასვით, ხო და ჩვენ ტესტი დავიწყოთ. ესე იგი, ეხლა თან გაგაცნოთ, ეს რეგვენს ხო ყველა იცოთ ბახოს. ხო, ეს ლუკა რო ვახსენე წინაზე, შუაში რო გამახსენდა. ეს არის ლუკა, ესეც უნდა იცნობდე და ლევანი კიდე ჩვენი არსი მამასახლისი არის. ხო და ეხლა ნახე რეები ხდება. მახომ ლევანს თავის ქროსარსი მიყიდა. ხო, მე უმანქანო თუ არა მოსული, მაგრამ სამაგიეროდ ეხლა ნახე რას გავაკეთებთ. სხვადასხვა ბარიერებზე გავაკეთებ ჩელენჯებს, თან ამათი მართვის კილებიც გაიტესტება და რა თქმა უნდა მანქანებიზად დავიწყოთ. ესე იგი, პირველი ჩელენჯი მოიცა ბიჭებს უთხრა, პირველი ჩელენჯი არის აქ ვინ გადაივლის სრულყოფილად ესე უნდა ახვიდე აქ მე თუ ავედი მე ვერ ავდივარ, მაგრამ კაი იმედია თქვენ ხვალთ? ხო და აქ უნდა ახვიდე და ჩახვიდე დაბლა. ვინ მიდის პირველი? ეხლა შენ დამიკომენტარე ვის პალეშკოვ. წავიდა. მახომ გადაწყვიტა რომ ტექნიკურად მოგვატყუოს და მაქსიმალური ინერციით ავიდეს. ეგ არის თქვენი 1-6-ებიო? ეს ნახეთ. ეს ძროხა ძლივს ავიდა. ლუკა, წავიდა ხონჩო. აღარ არის. ნუ მარცხინავს. კაი, მიდი ქროს. ესე გაუკეთა. აგე წვალობს. კაი, ერთ წამი დასამტკიცებლად ქროსი მოიყვანე. მოდი ყველაზე ცუდი ადგილი, აი, ყველაზე დიდი ჩელენჯი მოუწყოთ, აი აქედან. აბა, წავიდა. წავიდა. მიდი ქროს დაჩაგრეს დიდი. იჩქარე თავიდან. ჩამოდი. ან კარგი, პადუსკა აქ რაღაც სასწაულად კარგი. ესენი რა მაგარია. არაზო. შენ გიხორდა დაიბრუნა უკან. კაი, დავედით. ეხლა იქნება ძალიან მაგარი ჩელენჯი. ბიჭებო, ერთ წამით. შემდეგი ჩელენჯი, ეხლა ნახეთ რა გვაქვს. იქი დადგებით. დააყენებთ უბრალოდ მანქანებს. მე დავდგები იქ და ვნახოთ ვინ პირველი მოხალთ ჩემთან. რა ჩარია რა უნამ. ოკი სახელი აწერია მაგ. ის დავიდა ესე აქ უნდა გადმოვიტანო. რა არის? არ ვიცი. ეს იქნება ყველაზე მაგარი მომენტი. მზად ვართ? აბა, ესე იგი, ჩემთან ვინც მოვა. ოღონდ ვინც გამიტანს არ შეიძლება. გატანა არ შეიძლება. მოიმზადეთ. 3, 2, go! ვაუ, პირველი, მეორე, მესამე. შენ რეგვენო, შენ ვიცოდი რომ შენ იზავდი მაგ დეგენერატობას. აუ, თოლში მაგრა დასწორებს. აი იმისა მიხედავთ რომ ეს 1-6-ები არის როგორ იცი, შეხედავ ნამდვილი მანქანა გეგონება იმ ხელა არის ძალიან დიდია. ქროსის გვერდით რომ იმაშვები რა, ვუყურებ. რაღაცა ის აქვს რა. ქროსის დაკიდების სისტემა უფრო ნამდვილივით არის. გავიყინეს, უმომეყინა ყველაფერი. ხო და მაგრამ იმას მაინც დიდი როა მუღამი აქვს რა. ბატონო მახო, კითხო. ხო არ ნანობთ ქროსის გაყიდვას? მართლა, შეფასება. ეხლა ამას სტოპს მოიცადე, ეს უფრო კარგად გავიგებ. ამას ეხლა რასაც უყურებ ესე პირდაპირ ქართულ ვარიანტს, ქროსი ბევრად მაგარი იყო, უფრო მეტად გასართობი და მე უკეთესად დადიოდა. ხო, მეც ეგრე მახსოვს, იმიტომ აპგრეიდი უნდა ცოტა რა. ხო, ცოტა უნდა, აშკარად უნდა. მაგრამ კაია. ანუ აი, მასშტაბის კუთხით ძალიან მაგარი ტიპია.
გავიყინეთ, ესე იგი ბრუნდებით, იქ აღარ გვინდა, აღარ ავალთ. ხო და ესა. სად წავიდეთ, სად გავტესტოთ? სართიჭა. სახელოსნოში. სახელოსნოს გავაკეთე. პლიტა უფრო მარტივად დაიშლება ჩემი აზრით. ურტრიალები. ბიჭო ისე. მარტო სერიოზულად, რატო გააკეთე ეგეთ კლუბს? რა. ბოდის დაფარება, რა. წერა რამდენი ხანი აფარე. და რეპეტიციის მერე რო აფარებდა. რა იყო? ბიჭო, კიტო, შენ წინა მხარე გაასწორე, შენ აქეთა მე უკანა და საზიზღრობა არის. ეგ უნდა მაგნიტია რაღაცა. მაგნიტი უშველის მაგას. რა იყო ის? რამდენი ხანი? აღარც აღმოჩნდა. ესე იგი მეგობრებო, თუ გაინტერესებთ არსის საუბრები, არსი ამბები საქართველოში რა და როგორ ხდება, შეგიძლიათ ნახოთ Facebook-ზე ჯგუფი არსი community Georgia ძლივს ვისწავლეს სწორად გამოთქმა ამის. ასე რომ დაემატეთ და რა ვიცი, ჩვენი სამეგობრო, ჩემი მანქანები, რა ყველას ყველაფერი მოკლედ იქ ხდება და დაგვემატეთ რა მოკლედ და ბევრ საინტერესო რამეებს იხილავთ ხოლმე. და კიდე ის მართლა არხი გამოიწერეთ რა. ნუ გეზარებათ ხოლმე, იქ არის subscribe აწერეთ და ჭირ გამოიწერეთ ეგ არის რა. დავამთავრეთ ჩვენი დღევანდელი გიჟური დღე, მაგრამ ნახეთ რუბიკონი აღარ არის. მახომ წაიღო, სახში წაიღო და ეს იცით რატო არის აქ? იმიტომ რომ დღევანდელმა დღემ გამოიღო კარგი შედეგი. იცით რა შედეგი გამოიღო? ლუკა მიხვდა რომ ეს მანქანა მისი არ არის და გახდა ჩემი. ასე რომ მომილოცეთ ამ ბიჭზე ბევრად ექსტრემალური და ბევრად ესეთი სახიფათო ვიდეო გელოდებათ და არ გამოტოვოთ. ასე რომ შეგახსენებთ, თამაშდება Traxxas/-ში და არ დაგავიწყდეთ. არხის გამოწერა, ყველა იმ ბოლო 5 ვიდეოზე კომენტარის დაწერა და რა თქმა უნდა ლაივი, რომელიც დღეს იქნება 10 საათზე. ნახვამდის.